მინდა კიდევ ერთი ხეტიალის ვიდეო შემოგთავაზოთ. ავარჩევ რამე ამას ადგილს. მომზადებ კერძს და დავისვენებ სიგრილეში. როგორც ხვდები, ეს ის ადგილია, სადაც ერთი გამოჩენილი იუთუბერი იმყოფებოდა. მისი ვიდეოები მე ძალიან მომწონს. ანუ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო კონტენტი აქვს. მოკლედ დღეს ვაპირებ კარგი ადგილის შერჩევის შემდეგ დავუბრუნდეთ ტყეში საჭმლის მომზადებას. ცოტა არ იყოს მომენატრა ტყეში სარეულობა. რა საჭმელსაც გავაკეთებ, მაგას იხილავთ ვიდეოში. სხვათა შორის საქართველოში ცნობილი კერძია. დამიწერეთ მე კომენტარებში რა ქვია მაგ კერძს. მე ვიცი, მაგრამ მაინტერესებს რამდენი გამოიცნობს. ნახოთ ამდენად გურმანი მაყურებელი ყავს ამ ვიდეოებს. გზაში ძალიან ბევრი სოკო შემხვდა უკვე. ეგ ჩემ დასამწუხაროდ სოკო ჩემი სუსტი წერტილია. კარგად არ ვიცი სოკოს გარჩევა. ტყეში მოკრეფილი სოკოს ჩამოსვერი გავისკავ აქედან გამომდინარე. შემდეგ იმის შესახებაც მინდა გაგიზიაროთ ცოტა ჩემი გამოცდილება თუ რა უნდა ჩავიცვათ ტყეში ზაფხულზე. ფიქრობ აქ გავიშლი დღეს ბანაკს. ისე ბანაკის გაშლის დროს ზემოთ კარგად აიხედეთ ხომ. ხმელი ხე არ იყოს, თავში არ დაგეცეთ. ზოგი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ტყეში კოღო ნაკლებად იქნება პირიქით. ტყეში ბევრად მეტი კოღოა ვიდრე ქალაქში. წყალთან ახლოს რომ არ იყოთ მაინც. მე ქალაქში კოღო ნაკლებად მაწუხებს, მაგრამ ტყეში კოღო ძალიან მაწუხებს მეც. როდესაც მოძრაობ, ცოტა გავუფრინდებით და მწერები აუცილებლად დაგესევიან. ბუზები, კოღოები შეგაწუხებენ. მაგისთვის თავდასაცავად ძირითადად ტყეში ასე მოკენკლავიანებით არ დავდივარ. არ შორტებით, შორტებით საერთოდ. სამხედროები გიჟები არ არიან. იმხელად ან სამოცდადიან ტყეში და ჯუნგლებში. გამოცდილი ეგ და იციან რა უნდა გააკეთონ. მეც ყოველთვის ვცდილობ რომ გზემკლავიანი ჩავიცვა. ამ შემთხვევაში ბევრად ნაკლებად შეგაწუხებთ წერი. და თუ მაინც როგორც ჩემ შემთხვევაში დამეზარა გზემკლავიანის ჩაცმა, არსებობს ძალიან კარგი საშუალება წერებისგან თავის დასაცავად. აი ეს სითბოს არ შეგინარჩუნებთ, არც გაგათბობთ. ამის აქვს ორი ფუნქცია. კამუფლიაჟის სამი ფუნქცია უფრო სწორად. ერთი კამუფლიაჟი თავისთავად, რაც საკმაოდ შეუმჩნეველს ხდის ადამიანს. ტყეში ან შეიძლება ჩანთავს გადააფარო და ჩანთაგამალოთ. მეორე ფუნქცია წერებისგან დაცვა. აი ასე, როცა მოვიდეთ და მოძრაობთ. წერი რომ ეხება კანზე ვეღარ გკნით. პირველი ამას ეხება, ეს რომ გაინძრევა, კოღოც გაფრინდება. ასე წერისგან დავიცავად ძალიან კარგი რაღაცაა. თუ სახეზე გაწუხებთ, სახეზე შეიძლება ჩამოფარება. და უპრობლემოდ ხედავთ შიგნიდან. არ არის პრობლემა. რამის დანახვა. მესამე არის თავარი ფუნქცია კიდევ არის მზისგან დაცვა. თუ მზე განათებთ, საკმაოდ ძალიან დიდ ვერ უკეთს, მაგრამ პირდაპირ მზის გულზე სიარულს ჯობია. ამით სიარულს. ეს იაფიზღის ძვირი არგეს, ასეთი რამე შეიძინეთ და ატარეთ ტყეში. მდელოზეც, სადაც მზის გულზე გიწევთ სიარული,
სალის მომზადებაც დავიწყებ. წერები ძალიან მაწუხებენ. უმართლე წერებზე გამახსენდა, ვისაც ობობების გეშინიათ, მორიელების და ეგეთი რამეების მარტო უწახოთ დღეში. შეიძლება ეგეთ დროს ისეთ პანიკაში ჩავარდეს ადამიანი, რომ ან დაიკარგოს, ან რამე დაიზიანოს, გაიქცეს, რამე მოიტეხოს. ასე რომ ვისაც ეგეთი შიშები გაქვთ, წინასწარ გაითვალისწინოთ, რომ ტყეში ბევრი მწერი დაგხვდებათ. გველებზე და ხვლიკებზე აღარაფერს ვამბობ. ხომ მართლა ტანსაცმელსაც შეეხება კიდევ. როცა ტყეში შორმანძზე მიდიხართ სალაშქროდ, ყოველ შემთხვევაში მე ყოველთვის მიმაქვს მეორე ხელი ტანსაცმელიც. აი შარვალი თუ გამძიმებთ არ წაიღებს, ზედა მაინც უნდა წაიღოთ. შვენერად დუხს საჭმელი. ისე რომ იცოდეთ, აი ასეთი სურუეს თორცდე. ასეთი რამ სადაც ბევრია. იქ ცოტა თავი უნდა შეიკავოთ ბანაკის გაკეთებისგან. თორემ ასეთ ადგილებში უფრო მეტი მწერია. ისე შემიძლია არც ეს არ გამეკეთები და არ მეჭა უბრალოდ მომენატრა ტყეში საჭმლის გაკეთება. როცა მომწონს ბანაკს ოგაშლის საჭმელს რო ამზადებ. ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს აქ ცხოვრთა სახლია ჩემი. ამიტომ უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ. ისე ბევრჯერ მაქვს ნახსენები, რომ თავარი ჭამა აკويبა არ არის. მაგრამ ეხლა ხო თვით გადარჩენაზე არ ვსაუბრობთ, ეხლა ვსაუბრობთ სასიამოვნო ლაშქრობაზე. ნაგავი პარკში ჩავაგდო. ეხლა ძალიან კარგად უნდა დავსრისო. რომ დავასრულებ, გაჩვენებთ. აბა რა სიტყვით თითქმის მორჩი მომზადებას. ეს ნახეთ. გემრიელი საჭმელია. მოკლედ ჭამის და დასვენების მერე გადავწყვიტე ისევ გავაგზელო სიარული ტყეში. მომბეს და ერთ ადგილზე ჯდომა. მოგეთ წავალ გავილი, გავისეირნებ. დავათვალიეროთ გარემო შევისწავლოთ. თუ რამე საინტერესო ვნახე, გაჩვენებთ. მან ლამაზი ადგილი. მაპზე რო შევამოწმე, დაახლოებით 2 კილომეტრი გავიარე ფეხით. არაფერი განსაკუთრებული. დღეს შემთხვევით სასიამოვნო ხეტიალი იყო. სხვათა შორის ამ მინდორსში შედარებით ნაკლები კოღო იყო. თუმცა კოღოს სიმცირეს მაინც არ უჩიოდი. შემდეგ ვიდეომდე.